შეცდომა ნომერი 2. გატეხილი და გამოუდეგარი ნივთების შენახვა. რაც არ მუშაობს, ან რაც გაფუჭებულია და არ გაკეთდება, აუცილებლად უნდა გაიტანოს სახლიდან. ფენშუიში გატეხილი და გაფუჭებული ნივთები ითვლება მკვდარ ენერგიად, რადგან ისინი აღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას და უბრალოდ იკავებენ თავისუფალ ადგილს. ხოლო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს უფრო საინტერესოა. როდესაც ადამიანი ცხოვრობს გატეხილი და დაზიანებული ნივთების გარემოცვაში, იქნება ეს ჭიქა, სკამი თუ ტექნიკა, მისი ქვეცნობიერი ყოველდღიურად იღებს მესიჯს, რომ ნორმალურია რაღაც რომ არ მუშაობს, ნორმალურია რომ გაფუჭებული ნივთები გქონდეს სახლში, ნორმალურია რომ გატეხილი ჭიქიდან დალიო წყალი. ეს დამოკიდებულება ძალიან მარტივად გადადის ფინანსებზე და ადამიანი ეჩვევა დეფიციტს, ეჩვევა არასრულფასოვან მდგომარეობას და შინაგანად იბადება ან მყარდება პროგრამა მე მეტი არ მეკუთვნის. ფული კი რეაგირებს ფუნქციონირებაზე. ის მოძრაობს იქ, სადაც ყველაფერი საათივით მუშაობს, სადაც ენერგია არის სრულყოფილი. გატეხილი, გაფუჭებული ნივთი თითქოს მუდმივად ავრცელებს ასეთ სიგნალს. რაღაც გაჩერებულია, აქ რაღაც გაფუჭებულია. და იქ, სადაც ენერგია არ მოძრაობს, ფულიც ვერ იმოძრავებს.